ოლიმპიურ ვარსკვლავსკი შეჩერებული მშენებლობის გამო შესაძლოა დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ურთაჭალაში განაცხადა. განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ სამშენებლო კომპანია ოლიმპიური ვარსკვლავის წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტს უპასუხა. თემა სტუდიიდან ჩვენი ჟურნალისტი ნანუკა იორდანიშვილი განაგრძობს. ნანუკა, მოგესალმები, როგორია კომპანიის წარმომადგენელთა არგუმენტები? სამ კომპანიის წარმომადგენელთა არგუმენტებს გაგაცნობდეთ დეტალურად, მანამდე მინდა გითხრათ ის, რომ ოლიმპიური ვარსკვლავის წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ ჭალების დასახლებაში, სადაც მათ აქვთ დაუმთავრებელი შენობა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ დიდი ზიანი გამოიწვია სწორედ იმამ, რომ დიდი რაოდენობით მოსული ნაკადი ვერ გავიდა საკანალიზაციო სისტემაში, რაც მოუწესრიგებელია იმის გამო, რომ მშენებლებმა იგი მიატოვეს და არ დაასრულეს. იქ იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, მათ ცადეს გაერკვიათ ურთიერთობები მცხოვრებლებთან, თუმცა ეს პრობლემა კვლავ ღიად დარჩა. მოგვიანებით უპასუხეს ხალხს და პრეზიდენტს უკან კომპანიის წარმომადგენლებმა, თუმცა ადგილზე მაესტროს გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო შეკითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რა გახდა მიზეზი იმისა, რომ დღემდე არის სასახლები დატბორილი და რა იყო ამის მიზეზი მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ჭები თუ გაუმართავი არხები. ჩვენ ისეთ უბედურ მდგომარეობაში ჩავარდით, რომ ისე ნესი და უბედი ჭაობში და მარტო თქვენ კი ახართ რომ ლაბაუგოთ ახლა ჩვენ კი არ მოგაგუკეთებია ის ომი რა. ასბესტის წრუბები გააჩერეს შენებლები რა ჩაყადეთ აი ეხლა ომმა გააჩერეს შენებლები ჩვენ კი არ გავუკეთებია. მოსახლეობას არ უნდა დაუქციოს ცხოვრება რა. მოსახლეობა ჩვენ ომი იყო ერთი წინა რა. კანალიზაციაზეა ლაპარაკი კაცო წყალი არ გაიგო. კანალიზაცია არა, ყველაფერი შესრულებული იყო, უბრალოდ მე შემეშვით რა. რა შეიძლება რა ამორტიზება? ამას თუნდაც ერი ბახ-ბუხ, ისეთ ამორტიზებული ბინა იყო. ის არის მეორე კატეგორიისაა. იმიდან რა ქვია, ფიცისურისგან. მივეცით ნებართვა, ატომივეცით ნებართვა იცი შენებლობის, იმიტომ მივეცით რომ გავყავთით აქედან მაგათ. მოგატყუეს, ხელშეკრულება გვაქვს. პირდაპირ ხელშეკრულება გვაქვს. მე რაღაცა ხელშეკრულება მეორე უკიდო უიცოდა რა ხდებოდა. კანალიზაცია გაუქმებული აქა ამ მშენებლობის დაწყებისთანავე უნდა გაეკეთებინათ. მე გაჩნდა ეს მშენებლობა, ვეღარ აშენებენ და ჩვენი კანალიზაცია ბოლო 2 წლის მანძილზე მიედინებოდა ღიაცის ქვეშ. რაც იყო ცენტრალური ამორტიზებული კანალიზაცია მოშალეს ამათ, უნდა გაეკეთებინათ, მე გაჩნდნენ და ვეღარც გააკეთეს. ეგრეთ წოდებულ ჭალების დასახლებაში გუშინ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მას მოსახლეობამ გააცნო ის პრობლემები, რომელიც მათი აზრით გამოწვეულია ოლიმპიური ვარსკვლავის მიერ დაუსრულებელი მშენებლობით. პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა იქ მცხოვრებლებს და მერიას დაავალა სიტუაციის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში ოლიმპიური ვარსკვლავის მიმართ სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. შიგნით შეჩერებული შენებლობა ამ ოლიმპიური ვარსკვლავის. ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და მოვანგრიოთ ეს ყველაფერი. ერთი შენობა აქ არის და მეორე შენობა იქეთ არის, კიდე ამოქოლილია. რაღაცეები და ეს ეგრე არ გამოვა. ჩვენ ახლა უკვე კანონიც გვაქვს ესეთი, რომ გვაქვს ამის უკაცრესი ჯარიმები ამოქმედეთ, თავზე ხალხს მართლა ცხვირწით მიუშენეს რაღაც და მე რაღაც ვიცი ხო. პრეზიდენტს და უკმაყოფილო მოსახლეობას დღეს ოლიმპიურ ვარსკვლავშიც უპასუხეს, როგორც კომპანიის კრეატიული მენეჯერი ამბობს, ის ფაქტი, რომ შენობის საძირკველში ჩავიდა წყალი, ამან გამოიწვია ის, რომ ნაკლებად დაზარალდა მოსახლეობა და ამ ეზოში მსხვერპლიც უფრო ნაკლები იყო, რაც შეეხება პრეტენზიებს. ის განმარტავს, რომ მშენებლობა შეჩერდა აგვისტოს ომის გამო, ასევე კომპანიის ინფორმაციით ოლიმპიურ ამ მშენებლობას უკვე ყავს ახალი ინვესტორი, რომელიც მშენებლობას უახლოეს დღეებში განაახლებს. ამ მშენებლობამ რაღაც სამსახური გაწია იმისნით, რომ ეს წამოსული ნიაღვარი ჩავიდა ამ -2 სართულში და ძალიან დიდი მოცულობის წყალი დაიტია, რამაც ფაქტურად შეაჩერა ამ ნიაღვრის კიდევ უფრო იქით წასვლა და ეს მოსახლეობას და გარშემო თქვენ იცით, რომ რაღაც ბარაკების სტილის სახლებია კიდევ უფრო წალეკავდა. აშენებულია დაახლოებით 4 სართული -2 სართული და ზევიდან კიდევ 2 სართული, ამ ეტაპზე 3 სართული წყლით არის დაფარული. და სამწუხაროდ 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც ყველა მშენებლობა და არა მარტო ჩვენი მშენებლობა, შეჩერებულია. მე შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია ოლიმპიური ვარსკვლავის ერთ-ერთი მფლობელი არის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს ზურაბ ზვიადაური ქართულ ოცნებას შეუერთდა.